ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაშინგტონში, კონგრესის და სენატის გარდა ასევე შევხვდით უმაღლეს დონეზე ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებს, სადაც ხშირად იქმნება ასევე ამერიკული პოლიტიკა, ასევე გვაქვს შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, მაშინ როდესაც ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოიხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ამერიკული დღის წესრიგიდან და ქვეყანა მოხდეს საერთაშორისო იზოლაციაში, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგში, იყოს ამერიკულ დღის წესრიგში, როგორც ყველაზე დიდი და მძლავრი ეკონომიკა, სახელმწიფო, რომელთანაც ურთიერთობას ძალიან დიდი სარგებელი შეუძლია რომ მოიტანოს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, როგორც არის უვიზო მიმოსვლა, როგორც არის დამატებითი ინვესტიციები, როგორც არის დამატებითი სამუშაო ადგილების შესაბამისად, როგორც არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ამიტომ ერთადერთი იმისთვის, რომ ყველა ეს სიკეთე მივიღოთ და ამოქმედდეს არა მეგობარი აქტის სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ სიკეთეები ქართველი ხალხისთვის აუცილებელია ხელისუფლების სრულება და ჩვენ ეს ერთიანი ძალებით აუცილებლად ამას უნდა მივაღწიოთ, ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რადგან გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ეს დაგვაბრუნებს დემოკრატიული განვითარების გზას, აღადგენს ჩვენს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ტრამპის ადმინისტრაციაში არანაირი ილუზია იმასთან კავშირებით არ არსებობს, რომ რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან მოთანამშრომლე ივანიშვილს არ აქვს შანსი ურთიერთობის აღდგენის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას. თვითმარქვია რეჟიმს გონია რომ 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს შეერთებულ შტატებს გამორჩა, ან ამას ყურადღება არ მიაქცია და მათ შეუძლიათ აღადგინონ ურთიერთობები, გააგრძელონ პარტნიორობა, მეგობრობა ამერიკასთან, შეერთებულ შტატებთან, რაც თავისთავად არის აბსურდი და წარმოუდგენელი რეალობა, იმიტომ რომ ევროპა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არის ერთიანი ფასეულობითი სივრცის ნაწილი. შესაბამისად, როდესაც შეწყვიტა ევროპასთან ურთიერთობა და აღარ გინდა ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, ეს ნიშნავს, რომ შეწყვიტე ამერიკასთანაც და აქედან გამომდინარე ის წერილები, რასაც წერენ, ის მცდელობები, რაზეც ხარჯავს ოცნების რეჟიმი ძალისხმევას, არის ყველაფერი ფუჭი, მეგობარი აქტი, რა თქმა უნდა, იქნება მიღებული სენატშიც ხელმოწერილიც იქნება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის მართლა მეგობრობის აქტი საქართველოს ხალხის, ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს სახელმწიფოს მომავლის მხარდაჭერა, განვითარების, ევროინტეგრაციის, დემოკრატიული პერსპექტივების და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასაქცირება, ვინც ჩვენს ქვეყანას აი ამ განვითარებაში და წინსვლაში უშლის ხელს.